საპარლამენტო უმცირესობა საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის შესვლითაც შეშფოთებულია. ნაციონალური მოძრაობა ახალ ხელისუფლებას არხის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს. კრიტიკა ისმის იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც წლების მანძილზე უკანონოდ აკონტროლებდა და აკონტროლებს არაერთ ტელეკომპანიას. ზეწოლას ახორციელებდა ჟურნალისტებზე, აპატიმრებდა სატელიტურ თებშებს და არბევდა დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. უმცირესობის არც ერთ წევრს, რომელიც დღეს თავისუფალ სიტყვას იცავს, მედიაზე ზეწოლის არც ერთი ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია. საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის შესვლას არხის ხელმძღვანელობასთან ერთად უკვე საპარლამენტო უმრავლესობაც აპროტესტებს და ხელისუფლებას პირველი არხის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს. მე ძალიან მწყავს, რომ პროკურორი ხადური უწყობს ხელს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ჩემთვის კარგად არის ცნობილი პრემიერ-მინისტრის, ახალგო პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო რიტორიკა, როდესაც ის პირადად ემუქრებოდა ჟურნალისტებს. ჩემთვის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნაბიჯია, როცა 50 კაციანი ჯგუფი გაუფრთხილებლად შემოდის ტელევიზიაში, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როცა თვითონ ტელევიზიის მხრიდან გაგზავნილ წერილზე რეაგირება ეს კი არ იყო გარკვეულიყვნენ ამ სიტუაციაში, არამედ პირდაპირ აქ შემოსულიყვნენ. თავად არხის ხელმძღვანელობა დღეს აცხადებს, რომ მზადაა საგადასახადო დავალიანება სრულად დაფაროს. მიზის განვაცხადებ ბატონ ნოზარ ხადურთან, რომ არც ეგ არის პრობლემა, მათ ყველანაირი უფლება აქვს, რომ 2013 წლის ბიუჯეტიდან პირდაპირ ადნენ და ეს საგადასახადო დავალება მოაჭრენ მაუწყებელს. არც ეს შექმნის პრობლემას ფინანსურ მაუწყებელში. არჩევნების შემდეგ ამ ბრალდებების ტონმა და სიმძაფრემ იმატა. მე ვაპარაკობ აბსოლუტურად ღია და საჯარო განცხადებებზე. საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებები ერთნაირად მიუღებელია როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვისაც. ლევან ბეჟაშვილისაგან, რომელიც მაესტროს აყადაღებდა, დავით საყვარელისაგან, რომელიც გლობალ ტივს აყადაღებდა, ანტენებს არ უშვებდა მოსახლეობამდე, ასეთი ტიპის შენიშვნებს ვერ მივიღებ, მით უმეტეს რომ მათი ხელდასმით საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენს მიერვე გადახდილი ფულიდან გადასახადებს არ უხდის სახელმწიფოს. ეს არის გარკვეულწილად გადაჭარბებული შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რომ რა ხდება მაუწყებლობასთან, საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან, იმიტომ რომ ეს არის გარკვეული ფინანსური აუდიტი, რომელიც უნდა გახორციელებული იყო და ეს ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში და ამას ახალი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად გააღმავებს. მეცხრე არხის დირექტორი, რომელიც წლების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ გია ჭანტურია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 90-იანი წლების მერე არხზე შემოწმება არ ჩატარებულა. ბექაური იხსენებს, რომ 2004 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არხის საგადასახადომ, კონტროლის პალატამ და პროკურატურამ ერთდროულად შეამოწმა. გასმით აღნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა ეს ატყუილი აბსოლუტურად, იმიტომ რომ 2004 წელს მათ შორის ახალი ხელისუფლების პირობებში საგადასახადო ორგანოებიც იყვნენ საზოგადოებრივ ტელევიზიაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ასევე არაგეგმიური შემოწმებაც იყო 2004 წელს კონტროლის პალატის. შემოსავლების სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელში 6 ოქტომბერს შევიდა. 50-მდე თანამშრომელი კვლავ რჩება არხზე და შემოწმებას განაგრძობს.